მოგესალმებით. ერთი წელი გავიდა რუსული ოცნების რეჟიმის მიერ ნუგზარ ფუტკარაძის მკვლელობიდან. ნუგზარ ფუტკარაძემ იბრძოლა და შეეწირა იდეას, საქართველოს გამარჯვების იდეას. და ამ ერთად დაწყებულ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და გამარჯვებით დავასრულებთ პროცესს. ამას გვავალდებულებს ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნა. ახლა კი მინდა გაგაცნოთ ჩემი ვიზიტის შედეგები და შევაფასოთ ჩვენი პარტნიორების პოზიციები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ქალბატონმა კელი დეგნამმა განაცხადა, რომ რუსი ოლიგარქის დეპუტატების გამონათქვამები კრემლის სახელმძღვანელოდან გადმოღებულს ჰგავს. მათ კრემლის სახელმძღვანელოდან გადმოღებული აქვთ არა მხოლოდ გამონათქვამები, ჩემი ღმერთმენით, არამედ მათი ყოველი ქმედება ნაკარნახევია სწორედ კრემლიდან და მათი ყოველი ნაბიჯი მიმართულია უკან, რუსულ იმპერიულ წიაღში დასაბრუნებლად. რუსეთში შეხვედრები ჰქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენლებთან, საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და ევროპარლამენტის ყველაზე დიდი ფრაქციების წარმომადგენლებთან. ჩვენი ევროპელი მეგობრები სრულად იზიარებენ ჩვენ სწრაფვას დასავლეთისკენ და გვეხმარებიან, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. დღეს ევროპელ მეგობრებს აქვთ ერთიანი ძალიან მკაფიო პოზიცია, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის კანდიდატობის რეკომენდაციებს. ლისაბონში ჩატარდა ყველაზე დიდი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების, ევროპული სახალხო პარტიის პოლიტიკური ასამბლეა, რომელმაც მოგეხსენებათ მიიღო რეზოლუცია, სადაც მკაფიოდ აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება უგულებელყოფს ევროკომისიის 12 რეკომენდაციას და აფერხებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა საქართველოში ნათქვამია რეზოლუციაში. მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და გადაყვანილ იქნას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ხოლო ნიკა გვარამია უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს. რეზოლუციაში პირდაპირ აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მიტაცებულია და მტკიცედ დაფიქსირებულია ურყევი პოზიცია ოლიგარქ ივანიშვილის დასანქცირების აუცილებლობის შესახებ. ამ ვიზიტის დროს ჩვენ კიდევ ერთხელ თვალნათლივ დავინახეთ. ერთადერთი დაბრკოლება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება. ამას ასევე იზიარებენ ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, სადაც 2 დღის წინ საქართველოს უზარმაზარ უკუსლად შეაფასეს პროცესები და საუბარი დაიწყეს საქართველოსთან მიმართებაში სტრატეგიის გადახედვის მიზანშეწონილობაზე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალის უმთავრესი პრიორიტეტი იყო, არის და იქნება საქართველოს თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრაცია. პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება და მისი გადაყვანა დასავლურ სამედიცინო დაწესებულებაში. ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და მედიის თავისუფლება. თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე და ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით.